წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათი არის ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში FM-ზე 105.9 გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე, გადაცემა, რომელსაც ნამდვილად ყველა ველოდებით სულ მოუთმელად კვირიდან კვირამდე, გადაცემის შემქმნელები, წამყვანები, ჩვენი ერთგული მსმენელი, რომელიც მოტივატორია და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყველასთვის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც გვაძლევს სტიმულს კიდევ და კიდევ მეტი გავაკეთოთ. ამ გადაცემას უძღვებით ორნი, ისტორიკოს-კვლევარი ბატონ ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ორ ენაზე გვაქვს მეგრულად და ქართულად. Онჯუაჯგირობუაშ, შემონებით მესალმები ამჯერად ბატონ ლაშას. ბატონ ლაშა მუჭოზოჯუნდ გომორძკუა. გომორძუა თქვენ онჯუაჯგირობუაშ, მუჭოზოჯუნდ მუთამიჭირს მარტის მგოშინანთ. ოხიოლ კინართოორეთ ამ დღა. ხო, საშხას онჯუას. ამ დღა გეკულია დღას. ამ დღა გეკულია დღას. ცეთ ყურად ვებჩიებუჩკი. კვათერ დღას ვორე. თუ ყურად ვეგშაბგორიც თე დღა ჩქით ეგინო ჩამაშო. სწორედ რომ გეკულაზე გვექნება დღევანდელი გადაცემა იციან ზეპირად ჩვენ მერდგულმა მსმენელებმა. რაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ წინა კვირას ვანონსებთ ხოლმე. მომდევნო გადაცემას და არც დღევანდელი გადაცემა გამონაკლისი. ძალიან მოკლედ, სად შეიძლება ჩვენი გადაცემების ნახვა და შეუდგებით საქმეს. მოკლედ, ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი, YouTube-ზე. უბრალოდ ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი ნებისმიერი ფონტით და ყველა გადაცემა ხვდებათ იქვე. ლაივში თავისთავად 105 და 9 FM ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე და ინტერნეტით რადიო ათინათი.lg. თემა ფაქტურად გავაჟღერეთ ბატონაშა. გეკულა. გეკულა და სხვათაშორის სოციალურ იყო ეს თემა, რას ნიშნავს გეკულა და ძალიან დიდი პოლემიკა გამოიწვია, დიდი დავა და მოკლედ 1000 ვერსიები და ამიტომ ჩვენ შევეცდებით რომ სწორი ვერსია რაც არის მართებული ის მოვასმენინოთ და ბევრი რაღაცა გაიგონ, რაც მართლა საკრალური დღეა დაკავშირებულია ამ თვარის ღვთაებასთან, ასტრალურ ღვთაებასთან. შესაბამისად თუ რატომ არის ეს დღე გეკულა და რატომ სხვა არა, ანუ იქ კვირაში 3 დღეა, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალებია დაკავშირებული ამ დღესთან და ამაზე ვექნება საუბარი, რომ ჩვენმა რადიო მსმენელმა გაიგოს ეს ყველაფერი თუ როგორ იყო ძველად ტრადიციულად ჩვენს ოდაბადეში, ანუ როგორ ხდებოდა ჩვენი წინაპრების მიერ. დიახ და ორენაზე. ეს გადაცემა როგორც აღნიშნე, ჩვენ ტრადიციად დავამკვიდრეთ, ჯერ ვსაუბრობთ მეგრულად და შემდეგ უკვე ქართულად. მარგალურ ვერსიას ურჩქილეთ ბატონაშა, აბა მუსნიშნეს თე გეკულა და მუშენ უღუთ ეშმანი და შენულება. ხო, ასე ყოფთ კვანჩკი გეკულაშე სამარგალოს ამ დღა ერთ დღაშა ქიმაჭირნუდო ერთ დღაშიან ჩიებებს ხვადნა ზიტყვა გეკულა. მაგალითად ქუანა ამ დღა გეკულარე და ვაშინერს ვარდა შელორსა კვათირ ქიუასն სუმ გეკულა დღა შენალორ ჟოკო დასია. და თაშ ბრელ ჩიება მიღუნა გეკულაშე. მუშოკო რაგათ ოინტერესერე მუშანულენს თე გეკულა და მუ არზი ინოც თეშა მერცხილ რიტუალებს. ჩიებას ტერმინ გეკულაშ გმორნაფაშ კონტექსტიშე ჯიროიძირე ნამოდა თენა მერცხილე კონკრეტულ დღალებშა და თეთხალებრე თახაშხა, ცაშხა და შურიშხა. კინთინე საბატი. ათე დღალებს მარგალებ ხოლო უძახუდეს კვათირ დღალებს. მარგალურს კვათირ და გეკულა შანულენ ცას, როსტოკაკას, თახაშხა, ცაშხა და შურიშხა მერჩქილერ და შელორსაშ დღალებო. მარგალურს ტერმინ გეკულას შხადოშხა შანულობა უ. გეკულა ეჭარელი მუჭოთ დღა კუნტა, კუნტა დღაში, კუტა ხანიში, კუტა ხანი, დღა მერკე, დღა მორჩილ. მარა თეს ხოლო მიშენა შვანერი უქვი, უნჯუა უქვი, რსხინაშ დღათ. გეკულა დღაშე მუჭოთი ძირენ თქვანა დღაკუნტას ნამუთ შანულენს თის ნამუთ და ათე დღაშ ონჯუა უკვე იკოროცხუ მუნმალ დღაშ თიათ. თინა ხოლო ოინტერესერე ნამუთ და მარგალებ გეკულას უძახნა თუთაშ ეულას ხოლო. თუთაშ მორთა და მურთას ხოლო უძახნა მორკული და გეკულას. ათაშ ნამუთ და გეკულა მანგოიანო შანულენს თუთაშ მურთას. კარკანტიათ იძირე ჯვეს სამარგალოშ რინას ნამუთ და თუთა ართარ თარ ღორონთრე თუთაშ გიშაკერზაფილ კულტ უღუდეს ჩქინ მარგალებს და თენა მერჩინერდუ ხომოკოჩიშ ასტრალურ ღორონთო. თავრეშე გიშულირდუ თინა ხოლო ნამუდა გეკულა დღალებ იკოროცხუც საწერი. ოზვარაკალ დღალეფო. ათეშენ ოხანდებელ რინას პათირ დღარდუ. კუნტა დღარდუ. ათემ დღას ვეშილებეთ სხვადასხვა საქვარუა და ათემ ბორჯეს თეში ქციებდეს მუჭოთ დღარხვებსუნ. ათემ დღას ვეშილებეთ ოსურ ადამიანებშო გინარულაფარ მითინსკი მეჩესკონ. ხომოკათას მონკა საქვარუა ვეშულებდეს და იშვანტუდეს. ათე უნჯუას სხვა საქვარუა წყმა ართო ვეშილებეთ ბაშინერთ შუალა ჭალა და სხვა ხეშ საქვარუა
ხარვი ათენ დღას სუმარის კუჩხის ბონვა ხოლო ვაშინერდო თაში გეკულაშ მუჭოთ კვათირ დღანი არძაფანიას დო თურ შხოდოშხვა დღა აფუთ მერჩქინელი მარას ართიშე სუმ დღაშა მუჭოთ შიფშნიეთუნ ათე სუმ დღარდუ თახაშხა საშხადო შურიშხა მარა შურიშხა საბატინი ჟონჯუა სერი მერჩქინერდუ არცაშუმონ წარე კვათირო მუჭოთ შაშხაშ მუნმალ დღაშ თიადო საწիր ბორჯი ათეშენ საბატონ სერი ირკოჩიშო ოთხილარ ურქ ბორჯირდუ გეკულა თხალებს სამარგალოს მერჩქინერდუ ხოლო ღურელიში თხორუაშ დღა ვეშილებეთ შაშხაშ გარდა შხვა დღალებს ღურელიში თხორუა თუთაშხაშ ჯუმაშხაშ დო ობიშხას ღურეც მუთუნერო ვანთხორუნდეს გეკულა დღას ოკონ თხორესკო მარა თინახოლი ორა გადრენ ნამუდა ცაშხა მერჩქინერდუ ქომოლკოჩი დღადო ათენ დღას ოჯახის უნჩაშეს მუთუნფერო ვანთხორუნდეს ვაშინერ მარგალე მანგარ გური ჩემას არსენდეს გეკულა სერის სიზმარს ხოლო კათაშ მერჩქინათ გეკულა სერს მულგაგიგასის მარუდუნ თინა ალას ემალდუ გიშაკერზაფილო თესკუანდეს საბატონ სერის სიზმარშე საბატონი სიზმარ შაშხა ონდღეშავა მარგალებს ხოლო უღუდეს ტრადიცია გეკულა სერის ტახუა ურქვი დღაშ ტახუა თე დღარხუს პადოდეს სერის გოთანაფათ გეკულა დღალებშე ცაშხა ხოლო მანგარ კვათირ დღათრდუ მერჩქინელი ტრადიციულო თქუანდეს ცაშხა კვათირ დღარე თეთ იკოროც ხუდ ნამოდა აფე დღა ჯგირი დღარდუ არზანერ ჯგირ საქარუაშ დაჭყაფალო ათემ დღას დოჭყაფის საქარუა აუცლებერო გამართენ გეკულა დღალებდუ შელორსაშ დღალებ მუჭოშიფშნიეთუნ შელორსაკ კვათირ ქიუ კონთიშენ სუმ გეკულა დღა შენალორსდო თუთახოლო გობშა აკორდუკო ათეშენ გობშა თუთა შენალორს უმოსო შერგე იუაფოთ თენა მუდგა შელორსარდუკო მორიალეშ ბორბოლიაშ ნათოლიშ დო თაში სამარგალოს ხოლო თქონა შემალორსებეშე ვარდა ხოლო უბრალო კოჩე კვათირ ნინა უღუნია ვარდა თიშ შელორსა კვათირ რენია მუთ შანულენს თიშ ნინას ემალ ნარაგად უღუნია მუდგას თქუანტუნ ეიალეთ გეკულა დღალებს მარგალებს კონწარო აფუდეს გიშაგორილ მუშკეთებაში ლებეთ დო მუშვა ნუ მოვაშინერდუნ თინა მაგალითად საშხას ვაშინეთ ორინჯიშ გუმოჩამა მაიდეს ხეგნა უნუთ მარა თე დღალებ ჯგირდუ ჯგირი ამბეშ დაჭყაფალო მუჭოფშინეთუნ თეშ ოინტერესერე ხოლო მარგალჭეშების ართერთ რიტუალ ნამუთ გეკულა დღაშარი გერცხილ ათე რიტუალ ჯოხოთ ერჯიშ კათაფა ერჯიშ მიშაკათაფა კერძოთ ნამატიშ ერჩქინას კონწარო არეგულირენდეს ნაგვიანა ვარდა გვალა ადრეიან ბორჯის ქაცარ ვერჩქინეთ კონთიშენ ოჩის გაშაჭოფუნდეს სოხო ქუდარნუანდეს დო ჭიჭე თუნთიშ მურიცხეფიშ ხურჭკუმიშ მოკორჩკინა პერიოდის თენარდ კვირკვეთუთას ნამუსუდ გვალა ჭყიშეფიშ ინა ბორჯუ ხვადუ დო ჯგირდუ ნამატიშ ერჩქინაშო თე ბორჯი მარაში სუმ გეკულა დღას თახაშხა საშხაზო შაბათის ათე ერჯის ქუკათუანდეს ჯოგის თეთ მიორჩკუდეს ჯოგ უმოსო ონიერი უაფუდო ჟიჟიროდო სუსუმო გეორჩკინანდეს ქაცარებს მერცხილ ხოლო მიღუნა მუდგაზმარე რიტუალ ართათრე ნამუთ ართასრდ გოფაჩი სამარგალოსენ კუჩხიშ ბონუაშ რიტუალ სუმარ მენძელაშ უნჩაშ უკლაშიშ პატრიარქალურ ადათიშ გეშა ფანიაი ცირასკუა უმოსო თენარდო უკლაი ძღაბი დოროლაფაი წოხლე კუჩხის გუბონო სუმარს მუმაზდო ჯიმალებს მარა თახაშხა საშხაზდო შურიშხას კუჩხიშ ხედ ბონუა ვაშინერ ათეშენ ათე კათა მუნეფიშით კუჩხეფიშ ართინიშ მესუმად ხეშ ხვარებაშუმშო დიბონდეს კუჩხის გეკულა დღალებ ჯვარც ხოლო ინწყუაფოთ ართ რიტუალ ნამუსუ ჯოხოთ იენა ლატარიშ მაჟანერო საიანოშო თენა ინწყუაფუ წანაში ართიშატო ათე ხვამეს მუდგაზმარენ ართ გამნარყიშ მოხვეწებ უნთ კანკალი ფალია მუხვალე მანწყოთ დო მოჯგირებს ქედაპეჯენთ ათემ დღას დოპილუნდეს ღეჯის დო ხაშუნდეს ყვალამი ვარდა ქონა ჟირ კვარს დო დიხვამანდეს გეკულა დღას მუჟამით საჯიმალო ართო გაკიშაყარადუნ თიმ ბორჯის არძაშ უნჩაშ ჯულიsh მანჯღერე სანთეს გეჭოფუნ დო ათაშ ქიხვამან იენა ლატარიშ სკან სახელ ხვამელ დო დიდებულ კომუჩიც სინთელე დო გომორძგუა ირო ჯგირო დიმეორინეთ ჩქინჩილამო დო სკუოლამო დო თაში ათაშ დორხვამანთ ქვახოლო მა მახოლე დორხვამანთ როგორი საინტერესო ის არის რიტუალი რაღაცნაირად აი ყველაფერს რომ მნიშვნელობას აქცევდნენ აქამდე შემორჩა სხვათა შორის ასე შახოლე რდუ ადე უნგარუშ დღალებ ასე ხოლორე თოთენა ჯგირორეთ ხილერ ე კამპანიას დღალებ ქეურუჭი ასე თუთაშხას ხოლორე ხო ასე ირე უკვე მუთიშნერო მუდუ მარდ ღოროთის დო ხო ეს მადიარა მიღნა უნდა ხშირასან თეშერედო უკვე რესტორანს უნწყუნა თეს დო ეკ ეთეკ ხუმხამო ადგილ ვარეთ ეკ დო ათეშენ თეკ არდგიც ქიშვან ჰიგურშენ თუთაშხა ჯუმაშხა ობიშხა უკვე ვაუღთის მუდას არზის ვარზენა აბას კანუნდეს შეფას მუჟამ გოგოდუნთის გონცუნდი დო დღას მიორჩკინან დო კეთ ხვალე საბატონს ორთოდეს უმოსო ჯეშო გადიარას საბატონს უგული ჟაშხას მაჟია დღას ოთინა თიშეთ და საბატონი დღას მეტო შვანერ დღას სხვა დღას ვააკეთებ თუთაშხას უკვე ჭიჭე გირშახერზელებული რეგდო შეიძლება მუშობა ხო თაშირდო და საშხას მაგალითად ჯახიმჩახის ვანთხორუნდეს მუთუნფერო ვაშინერთენა ასე მითი მუდანსთეს თაშნა იფრეს მუშმუდა უღუდ გურიშა მაშხას თხორუაში მუდეთ მიუყდეს ჩქიმ პრეცედენტები ათე სამოსაყანოს აფხაზეთის თე ჯუმაშხაკ მუშარტ ბოლო ბორჯის ადესიშა მოხვადო და თე ლიმანთიშა ხო თაჩქი მიკვედეს თაქ სამარგალოს ათე აფხაზებიდო თექიან მარგალი მუშრენია ჯუმაშხას ღურეს ხორნანია ჩქინცმა კონწაროვეშლებეთ თახაშხა
საშხას და საბატონს და შაშხას ხო ღორონთის ღარ და შილებელი. ანუ ათე გეკულა დღალემს ხორუნდეს ყურეც. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, ჩვენი ტრადიცია, რაღაცები არის ცოტა ესეთი მიუღებელი, შეიძლება ამ გადმოსახედიდან გვეჩვენებოდეს ასე, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა, წარსულია და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ტრადიცია ბევრ რამეში დღემდე გრძელდება. ამ რაღაცეებში განსაკუთრებით ეს მიცვალებულის დასაფლავება დაკრძალვა და ზოგადად ქორწილების. ახლა მეტი წელი მაინც არ აქცევს იმას ყურადღებას. შეიძლება გადაიტანოს იმ ერთი დღის გამო ერთი თვით. არიან ასეთი ადამიანებიც. ძალიან საინტერესო იყო მეგრული ვერსია, მაგრამ გჭირდება აუცილებლად ჩვენს ქართულ ენაზე, მოკლედ გეკულაზე გვაქვს დღეს საუბარი, როგორც დავაანონსეთ. სამეგრელოში დღესაც კი ჩვეულებრივ ყოფით სამეთყოლო ურთიერთობაში ხშირად გამოიყენება სიტყვა გეკულა. ამდღა გეკულარე და ვაშინერს დღეს გეკულა არის და არეგების მიზანშეწონილი არ არის. ან შელორსა კვათირ ქიუასო სუმ გეკულა დღა შნალორ სოკორ დას. ანუ შელოცავრობი მოქმედოს, სამი გეკულა დღის შენალოცი უნდა იყოს და ასე შემდეგ. აი ბუნებრივია ჩდება კითხვა თუ რა არის ეს გეკულა, თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. სამეთყოლო ენაში გეკულას გამოყენების კონტექსტიდან კარგად ჩანს, რომ ის დაკავშირებულია კონკრეტულ დღეებთან. ეს დღეები გახლავთ სამშაბათი, უთშაბათი და შაბათი. ამ დღეებს ასევე მეგრელები უწოდებდნენ კვათირ დღეებსაც. მეგრულში კვათირი და გეკულა ნიშნავს კენდს. ამიტომაც სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი მიიჩნეოდა შელოცვის დღეებად, ანუ საკრალური ქმედების დღედ. თავად ტერმინი გეკულას არაერთი მნიშვნელობა გააჩნია. გეკულა განმარტებულია როგორც უქმე ძალი, ხსნილი, კენტი დღეები. ასევე გეკულა დღეზე იტყვიან დღა კუნტა, კუნტა დღაში, კუტა ხანიში, კუტა ხანი, დღა მერკე, ანუ მოკლე დღეო. გეკულა დღას, ანუ გეკულა დღეს დღა მორჩილია, დღე მოკლეს უწოდებენ. ვინაიდან მისი საღამო უკვე მომდენო დღის წილად ითვლება. საინტერესო რომ მეგრელები მთვარის მიქცევასაც გეკულას უწოდებდნენ. მთვარის მოქცევა და მიქცევა მეგრულში განმარტებულია როგორც მორკული და გეკულა, მორთა და მურთა. ანუ გეკულა ასევე ნიშნავდა მთვარის მიქცევას. ცხადია რომ მეგრელებში მთვარის მიმართ განსაკუთრებული კულტი არსებობდა და გეკულას რიტუალებიც პირდაპირ მთვარესთან არის კავშირში. შესაბამისად, გეკულის დღე ასევე იყო სამსხვებლო, ზვარაკის დაკვლის დღე. ამიტომ ყოფითი საქმიანობისთვის ნაკვეთი დღეა, მოკლე დღეა და ისევე იბრძნიან როგორც საღვთო დღეებში. არ შეიძლებოდა ყოფითი სამუშაოება. ამ დღეს ქალები საცეკვეს არ გასცემდნენ. მამაკაცები მძიმე სამუშაოს ხელს არ მოკიდებდნენ და უქმობდნენ. საღამოს სხვა სამუშაოებთან ერთად აკრძალული იყო ქსოვა, კერვა, ჭრა, ნებისმიერი ხელსაქმე, სტუმრისთვის ფეხების დაბანა და ასე შემდეგ. გეკულას როგორც ნაკვეთი დღის რაოდენობა თითოეულ საგვარეულოს ან ცალკე აღებულ ოჯახს სხვადასხვა ჰქონდა. 1-დან 3 დღემდე კვირაში. როგორც ვახსენეთ, კვირაში სულ 3 უქმე ძალია, სუმ გეკულა, ანუ სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი, მაგრამ შაბათის საღამო ღამე საბატონსერი, როგორც კვირაძალი, ყველასთვის და ყველაზე საგზალეული იყო. გეკულა დღე ასევე იყო მიცვალებულის გასვენებისთვის განკუთვნილი დღეები და ამიტომ არ შეიძლებოდა არა გეკულა დღეებში ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მიცვალებულის დაკრძალვა. გეკულას სერის სიზმარი, გეკულას საღამოს სიზმარი ხალხისმენით ემალი რდუ, ანუ რაც დაგესწრებოდა ცხადში მალე აგიხდებოდა. განსაკუთრებით ეს ითქმის საბატონ სერის სიზმარზე, შაბათი გეკულა ღამის სიზმარზე. იტყოდნენ საბატონის სიზმარ ჟაშხა უნდღეშავ, ანუ შაბათის დასემძრებული კვირის შუა დღემდე ცხადში ახდებაო, ანუ მალე ახდებაო. არსებობდა ტრადიცია გეკულა სერის ტახუა, უქმე ძალის ღამისთევა, ანუ ხდებოდა ღამისთევი დღესასწაულის შეხვედრა. გეკულა დღეებიდან განსაკუთრებით გამოყოფდნენ ასევე ცაშხას, ანუ ხუთშაბათს. ტრადიციულად იტყოდნენ ცაშხა კვათირ დღარე, ხუთშაბათი კვეთილი დღე არისო, რაც ნიშნავდა რომ ეს დღე კეთილსასრული იყო ყველა კარგი საქმის წამოსაწყებად. ამ დღეს წამოწყებული საქმე აუცილებლად გაამართლებდა, წარმატებული იქნებოდა. ცაშხას იმიტომ გამოყოფდნენ ასე, ეს დღე მიჩნეული იყო მამაკაცების დღე. ამიტომ ზოგადად ყველა გეკულა დღე მიჩნეული იყო კვათირ დღად, ანუ კვეთილი დღედ. ეს ნიშნავდა რომ ეს დღეები სასრული იყო შელოცვისთვის და შენალოცი უფრო სარგებელი იქნებოდა და შესმენელი მთვარისგან. ცაშხა მამაკაცის დღედ რომ ითვლებოდა, ჩანს ერთ-ერთ რიტუალში, ამ დღეს ოჯახის უფროსი მამაკაცის დაკრძალვაც არ შეიძლებოდა ვაშინერ. აგრეთვე ადამიანზე საზოგადოდ იტყვიან, კვათირ ნინა უღუნი, ან თის შელაროსა კვათირენია, რაც ნიშნავს რომ გავლენებს ქონე, შესმენადი ენა და ნათქვამი აქვს, რომელსაც უსმენენ, უჯერებენ როგორც ადამიანები, ასევე სხვა ძალები. ანუ ზებუნებრივი ძალებზეა საუბარი. გეკულა დღეებში მეგრელებს გარჩეული ჰქონდათ რისი გაკეთება შეიძლებოდა და რისი არა, ანუ ვაშინერდუ, მაგალითად საშხას ხუთშაბათს არ შეიძლებოდა საქონლის გაყიდვა. ეს შემდგომში საქონლის ზარალს გამოიწვევდა. მაიდეს ხე გეგნაუნუდა, ანუ მყიდველს ხელი, საქონლის გამრავლის ბედი გადაყვებოდა. მაგრამ ეს დღეები კარგი იყო, როგორც აღნიშნეთ, საქმის დასაწყებად. ფიქრობ საინტერესოა ასევე მეგრელი მწყესების ერთი ძველი რიტუალი, რომელიც გეკულასთან იყო კავშირში. ამ რიტუალს ერქვა ერჯიშ კათაფა, ერჯიშ მიშა კათაფა, ანუ ვაცის გარევა ფარაში. კერძოდ უდრო დოლის თავიდან საცილებლად ვაცალკე ამყოფებდნენ. პატარა დათვის თანავარსკვლელის ხურჭყუმის გამოჩენის პერიოდში, ივლისში, რაც მთაში ყოფნას ემთხვეოდა და მხოლოდ ხელსაყრელ პერიოდი იყო, პირის არახსნილ სუმ გეკულას სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს გაუვლევდნენ ფარაში. ამით მიაჩნდათ, რომ ფარა უფრო მეტად გამრავლდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. გეკულა ღამესთან გვაქვს ასევე არაერთი რიტუალი, ერთ-ერთი, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოში
უმრავლესეს იყო კუჩხის ბონუა, ფეხის დაბანვის რიტუალი. სტუმართ მასპინძლობის, უფროს უმცროსობის პატრიარქალური ადათის თანახმად, ოჯახის ქალიშვილი, უფრო უმცროსი გოგონა ფეხს დაძინების წინ დაბანდა სახლში მოსულ სტუმარს, მამასა და ძმებს, მაგრამ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს უქმეძალის ღამეს გეკულა სერს ფეხის ხელით დაბანვა არ ეგებოდა, ვაშინერდა. ამიტომ ფეხს ყველა თავად, ფეხის გასმით, ხელის დაუხმარებლად იბანდა. გეკულა დღეებში ჯვარში ასრულებდნენ კიდევ ერთ რიტუალს, რომელსაც ერქვა იენა ლატარიში ან საია ნოშროს. ასრულებდნენ წელიწადში ერთხელ და ამ სალოცავს რამდენიმე მოძმეები ერთად იხდიდნენ. ზოგიერთი ოჯახი კი თვითონ მოაწყობდა მას და მოძმეებს დაპატიშებდა. ამ დღეს დაკლავდნენ ღორს, მოხარშავდნენ ყველიან მქონიან კვერს ორ ცას და დაილოცებოდნენ გეკულა დღეს, როდესაც მოძმეები თავს მოიყრდნენ მაშინ. უფროსი, ანუ ვინც იყო გვარში უფროსი, ადგებოდა, ხელში აიღებდა ანთებულ სანთლებს და დაილოცებოდა. იენა ლატარიში, სკანს სახელ ხვამელდო დიდებული, კომუჩის სინთლედო გომორძგვა, ირო ჯგირო დიმორინე ჩქინჩილამოდო სკოლამო და ასე შემდეგ. შენი სახელი დალოცულო და დიდებულო, მოგვეცი სიმთლე და გამარჯვება. მუდამ კარგად გვამყოფე ჩვენი ცოლით და შვილებით. დიახ, ასეა ნამდვილად ასეთი იყო ეს ტრადიცია და გაგიზიარეთ ჩვენ თქვენ. ძალიან მიხარია რომ უამრავი გადაცემა დავაარქივეთ და არის ნამდვილად შესაძლებლობა იმისა რომ თაობებს გადაეცეს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად აი წარმოსახვაშიც კი წარმოიდგინო მოყოლილის ფონზე სხვათა შორის და ამის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი გადაცემათა სერია და უამრავი 100-ზე მეტია მარტო ჩვენი გაკეთებული ბატალაშა. მოკლედ ეს მათთვის ვინც პირველად გვისმენს. ძალიან საინტერესო. გეკულაზე ვისაუბრეთ დღეს. მუშინერდ, მუაშინერდ და მუშმადიდან ძალ უღუდ თედღალებს. მოკლედ ეს თემა მინდა რომ გავაგრძელოთ. გეკულა სერს, ანუ გეკულა ღამეს არ შეიძლებოდა ჩვილი ბავშვის გარეთ გაყვანა დიჟამუნია თქვენდეს. დიჟამუნია. კი, ახლა მოაწყაშოს კომენტარში მოგწერეს და კომენტარშიც ვნახე რომ აი მოსახლეობას აინტერესებს რა იყო გუშა, ანუ ახავაია გუშა, იმამი რომ მუშაობდა, ხო და მოდი გუშაზე ვისაუბროთ, რომელსაც ყავდა კაჟინა და ჟამი, ანუ თამხლები, ღვთაებები, ეს იყო ჭაობის ღვთაება გუშა. და მოკლედ არ შეიძლება რომ გამოვტოლოთ, იმდენად პოპულარული იყო საზოგადოებაში. ჟამი ხოვარენია და მე როგორ ხდებოდა, ხო, გამოლოცვა და მოკლედ რა რიტუალები სრულდებოდა და ხო და მოკლედ აი გუშაზე ვისაუბრებ, მასთან დაკავშირებულ თამხლებ პირებზე, ანუ ღვთაებებზე, ჟამზე და კაშინაზე. მოკლედ ბატონაშა, რა საიდან რანაირად უკავშირებთ, აი ძალიან ისეთია რა, აი ოჯახ ნამდვილად აი მოკლედ იმდენად ფართო არჩევანი გვაქვს რომ გადაცემებში. კი ბატონო, მოკლედ არ არსებობს არ მეგულება მე დასავლეთის სოფელში ოჯახი, სადაც უფროს თაობას ერთხელ მაინც არ ეთქვას რომ ქარეთ არ გაიყვანო არა ბაღანა დიჟამუ სერირე ან თქნარებისას ჟამილ ხომ ვარექია და ასე შემდეგ და მე რაღაც ისეთი რიტუალი გქონდათ ხელს უბეში ამოისვამდნენ დედები და მე ბავშვისთვის სახეზე უნდა ჩამოგეწო რა ვიცი რა სნიშნავდა სამჯერ იყო და რაღაც ტექსტი იყო სათქველი ყველაფერს არ ვიტყვით მოკლედ აი ეს ფიქრობ კაცო სოგჯერ რამდენი წლის ვარ ამდენი რამე საიდან ხო ანუ ეს იმიტომ რომ გაინტერესებთ და მოკლედ აი თქვენს ცნობიერებაშიც არის ეს გაგიგონია და ბუნებრივია ხა ცოცხლდება როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მაშინ ცოცხლდება სხვათა შორის გვიანდელ პერიოდში მე დაიწყეს აი თოფის წამლით აი ეს თომას მოუკიდებდნენ და იმას აყურებინებდნენ ბავშვს და ამით ეს შამი შეშინდებოდა და განეშორებოდა და მოკლედ ძალიან ბევრი რიტუალია ამასთან დაკავშირებით და არ გვინდა რომ ეს გამოგჩეს და ამიტომაც არავითარ შემთხვევაში და მადლობა მათ ვისი წყალობითაცაც შეიძლება ითქვას ინიციატივით ტარდება ეს გადაცემა იმიტომ რომ მოგვეცა საშუალება ეს ყველაფერი გადმოგვეცა პირდაპირ ეთერში მოკლედ ასე იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა და არანაკლებ საინტერესო გველოდება იქითა ხუთშაბათს თავადაც დარწმუნდი თამაში მადლობას გეტყვით ყველას მადლობა თქვენ ბატონლაშა საინტერესო გადაცემებისთვის ჯურობოას გიზალანთ დაგემშვიდობებით იქითა ხუთშაბათამდე და ბოლოს მოკლედ გეტყვით კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემების მოსმენა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე FM-ზე 105 და 9 რადიო ათინეთის პირდაპირ ეთერში ლაივ რეჟიმში ასევე ლაივში რადიო ათინეთი.gr ვების მეშვეობით და ყოველ ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე ჩანაწერები ცხადია YouTube-ზე ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ და ასევე ჩვენს Facebook გვერდზე რადიო ათინეთი და სხვა ჩვენს კომენტარზე გამახსენდა ბატონლაშა თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა გაქვთ ამის სრული უფლება და არაერთ გზის განგვიხორციელებია თქვენი სურვილები ამ ხრივ შეგიძლიათ დატოვოთ მოკლედ ტექსტური შეტყობინებები კომენტარები რომელი გადაცემის მოსმენა გაინტერესებთ და რა გაინტერესებთ აქვართ ამისთვის ჯგიროზო ჯუნდათ მომავალ ხუთშაბათამდე ჯგიროზო ჯუნდათ ძირფასო რადიოსელებო კარგად ბრძანდებოდეთ დაგლოცავთ ხვამადო ჯგირობოა თქვენ ძმა ქოფედად ბედნერო ქოფედად ირიათო მიარე წანებს გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს
18 საათსა და 18 წუთზე 10 ნათის ეთერში.